სახელითა მამისათა, დაძისათა და წმინდის სასულისათა, მშვიდობა და ღვთის მადლი თქვენ და თქვენ სახლს, მეგობრებო. დღეს 11 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს, რომელმაც ამქვეყნიური მოღვაწეობა მოწამეობრივად დაასრულა. მას მეფე ჰეროდემ თავი მოკვეთა. მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა, ანუ დღეს 11 სექტემბერს არის მძიმე ერთდღიანი მარხვა. როგორც ქრისტიანთა მწუხარების გამოხატულება დიდი წინასწარმეტყველის ძალადობრივი აღსასრულის გამო. მეგობრებო, იოანე ნათლისმცემელი უდიდესი წმინდანია, რომელსაც ყოვლა წმინდა სამებისა და ყოვლა წმინდა ღვთისმშობლის მარიამის შემდეგ მიაგებენ პატივს.